გამარჯობა, მოგესალმებით მეგობრებო. Twins გასაღების 23 ეპიზოდი დაგიბრუნდით. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი თანაწამყვანი თორნიკე ბაღათურია. გამარჯობა მეგობრებო. და დღეს სტუმრად გვყავს კარგი კაცი და ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ადამიანი, უცხო. მადლობა მოწვევისთვის, მადლობა ყველას და მოხვედით მომ. სანამ უშუალო გადაცემას დავიწყებ და მე აქამდე საუბარი, რომ დიდ ჩემ რეკომენდაციას უწევ ჩემ გამოწერებს და სუყარო რომ გამოიწერონ ეს არხი და ლაიქონ ის ვიდეო, იმიტომ რომ ჩემი აზრით რა საქმესაც ეს ბიჭები აკეთებენ არის ახალგაზრდობისთვის ძალიან მაგარი და რაც მეტი მაგარი ხალხი ვიქნებით და გამოჩნდებით, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ქვეყნისთვის რა. ამიტომ მოვუწოდებ ჩემ გამოწერებს. მადლობა. ეთანხმებით ყველაფერს და დიდი მადლობა ჩვენი ესეთი თელი სიტყვებისთვის ჩვენს მიმართ. ანუ ძალიან დიდი ინტერესი იყო ჩვენი სმენელისგან და მაყურებლისგან, რომ მოიწვიეთ ეს ადამიანი, იმიტომ რომ მოწონხარ ხალხს შენი აზრები აინტერესებს, იმიტომ რომ ობიექტურად რაღაც გაშლილად, რაღაც ჩაშლილად, რაღაც გასაგები რო იყოს ადამიანებისთვის, ადამიანების ენაზე რო იყოს. ეგ ანუ ესე აკეთებ ყველაფერს და არა მარტო ჩვენს სმენელს და მაყურებელს, არამედ ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ, ჩვენს ბევრს გეთანხმებით, ერთნაირად ვაზროვნებით და მართლა რაც უფრო ბევრი ადამიანები ვიქნებით ერთად, მით უკეთესი და ჩვენი ქვეყნისთვის პირველ რიგში ეგრე იქნება სასწრაფო. რა თქმა უნდა. დალა ერთობაშია. რა თქმა უნდა. დალა ერთობაშია. გადავიდეთ ეგრევე საქმეზე მეგობრებო. რა თქმა უნდა, მაგისტრის ვართ. აქტუალურ თემებს შევეხოთ. თემები, კი. აი გუშინ მაგალითად ახალი რეზოლუცია წარადგინეს ევროპარლამენტარებმა, ესეთი მხუხარე, რომ აი ისეთი რა დილიდან საღამომდე საქართველოს რო ფიქრობ. ხო, აი ძალიან და წარმოიდგინეთ რეზოლუციაში რა წერია. რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, რომ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა აღიაროთ ლეგიტიმურ პრეზიდენტათო და კიდე ნახე როგორი ბრძანებითი ტონით გველაპარაკებენ, რომ ევროპა პროექტში წერია, რომ ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს მუნიციპალური არჩევნები. აი უნდა რას ნიშნავს? ხო რაღაცა ჩვენ გირჩევთ ან რაღაც ეს ბრძანებითი არის. ბრძანებითი ტონი აქვს დიდი ხო, მაგას გეუბნება, სულ ეგრე არის ეს რაღაცა ეს მონური, მაგიტო არის ზუსტად რეიტინგი ევროპარლამენტის ევროკავშირის ზოგადად რომ ეცემა ეხა 17% და დადასტურა კიდე ეს ორსულას საქმეები აქვს უკვე წაყენებული, ვინც არის მაგის ისა რა ქვია. და უშუალოდ ხო და ყველას ეძახის იმას. ფაიზერის იმაშია გავხეული სკანდალებში, რომ ფულები აკეთეს WhatsApp-ით გაგზავნილი მესიჯებით მილიონობით მოჭრეს ფაიზერს. ხო, კორუფციის ჭაობში არიან, ხა ვერ გავიგეთ ჩვენ აქ ნურას ვიკითხა. თავიდან უნდა შევთანხმდეთ რა იმასე, რომ ევროკავშირისთვის ლეგიტიმური არის, ვინც მაგათ აწყობთ. ანუ ეს არის ცხადი, აი გამოჩნდა ეს რუმინეთში, გამოჩნდა ეს ყველაფერი უნგრეთში, რომ ყველანაირი სანქციები რაც შეიძლება და ყველანაირი ბერკეტი აბსოლუტურად გამოიყენეს, ჩანს ყველა ქვეყნის იმაში, რა ქვია, სადაც ლეპენს რა გაუკეთეს, ხო? ანუ ეხლა წარმოიდგინე შენი ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან, შენ სუვერენიტეტს არ ღვევენ, ანუ შენ რო სულ, აი მოდი წარმოიდგინოთ საქართველო არის სადამ ჰუსეინის ქვეყანა რა, არის ბოროტი დიქტატორი, მართავს ესე, აი როგორც ჩილოეთ კორეა, წარმოიდგინოთ ეგეთი რეალობა და ანუ თუ იმას ღაღადებენ ეგენ და მაგათი ის არის პრინციპები იმაზე დგას, რომ ნებისმიერ მთავარი თვითგამორკვევისთვის არის სუვერენიტეტი შენ ქონდეს, ანუ ტიპები რას აკეთებენ ახლა მოდიან და გეუნებიო რომ ანუ ქვეყნის პრეზიდენტი რომელიც ამდენ სკანდალებში გახოვული, საქმის სისხლის სამართლის ისენია გაღზრული ხო ამდენ იმაში რა ქვია, კიდევ ძალიან ბევრი რამეა რომელიც მომავალში გამოაშკარავდა, მაგრამ გეუნებიან იმას რომ შენ გამოუშვი აღიარე ის პრეზიდენტი რომელიც ხალხის ნებითა და ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის ნებით უკვე აღარ არის ლეგიტიმური გაიგე და ფაქტიურად ერევიან შენი ქვეყნის შიდა საქმეებში. გეუნებიან რომ ქართული ოცნება უნდა წავიდეს. ხო, ანუ მაგათი მიზანი ეგ არის რომ უბრალოდ სირიაში როგორც ტერორისტი დააჯინეს, აი ხა ზუსტ აქ პროსტო მაინც ცდილობენ ვითომ რაღაცა სირიოფრო ის იყო რა, რეკომენდაცია დაკარგული აქვს. მისაუბრა არის ბრძანება, პირდაპირ დიდი ძახილის ნიშნით. ბრძანება და ულტიმატუმი, რომელსაც თუ არ შეასრულებ, მე მევიცი. კოლონია ვარ ჩვეულებრივი. აი ეგ უნდა აღვიქვათ, ეგ უნდა გავიგოთ, რომ ისინი ესე გვიყურებენ. კი. აი ჩვეულებრივი კოლონიის, ან ჩვენ ხმის ამოღების უფლებაც არ აქვს. ამდენს რო ბედავთ ეს უკვირთ. კი. თქვენ ეს რა ვლატაოთ აქ, რამდენს ბედავთ. აი ამაში არიან და ვერ გებულობენ ამას უბრალოდ და მაგიტო არის ეს ჩიხში რო შევდივარ და აი ხა წარმოიდგინე ამას ხო გთხოვენ და აი მეინვაილ რა ხდება ჩვენ რეალურ პოლიტიკაში, აი როგორ ყარს ეს პოლიტიკა და ამათ როგორი შანსი აქვს მაგიტო რომ გვატენინ ამ ყველს, უბრალოდ ნახე ამას რა მორალური ყველაფერს წოს ლაპარაკობს. აი ხა გეგონება ჩვენი გადაცემა არის. აი ყველაფერს აი 1000%-ში ვეთახო, მაგრამ ამას არანაირი მორალური უფლება აქვს ამის ეს ილაპარაკოს. აი ჩავთვით რა.
გადაშვილი მარტა ხმას როგორ იღებს? ჯერ არ მახსოვდეს მაშინ მაინც ჩემს პარტიაში რო იყო, როგორ იყო. ეს ერთი და მეორეც სიმართლეს იძახ. მეორეც, ნახეთ, ახლა მეორეც, რომ აი ის ცნობილი ვიდეო რაც ახლა სოციალურ ქსელში ტრიალებს, მამუკა ხაზარაძეს ეძახს, ანუ ვისაც დღეს აკვდება, მაგაზე იძახის, რომ კომკავშირის ბილეთია და მამუკა ხაზარაძესო თავისუფლების მოყარე საქართველოს მოქალაქეებს, როცა ებრძოდა და ასისხლიანებნელო და ნუ ეს ძალიან ცნობილი უსუფაშვილი, რომელიც კომუნისტური პარტიის წევრი გახდა 9 აპრილის შემდეგ, ხა იმიტომ რომ შინიდან უნდა დაინგრია, ლელო დაანგრია კომუნისტური პარტიას და ლელოც მიაყოლა და დაანგრია. თავიც გამოიგლიჯეს და ეს თავიც დაინგრია. და ალეკო ელისაშვილი, რომელმაც ჯერ კიდევ იმ ცნობილ სიტყვას არ ვიტყვი, რაც ქნა, იმ კაცმა რო უთხრა, არ ქნაო და ბერჯერ რო ქნა რა, მეგა 2020-ში ჯერ კიდევ, აი რო ეპატია ალეკოს, რომ პირველი იყო ერთ-ერთი, ვინც გადატეხეს და ბოიკოტი დაარღვია და პარლამენტში შევიდა და აი ოპოზიციურ წრეებში რო დავსვით მე ისე ვითომ არაფერი და ჩემო ალეკო და ვითომ არაფერი, აი მაგიტომ აკეთებს ახლა მაგას. დაგცინით, ხო? ხო და ჩვენც დაგცინებთ. აი ეს მარტივად. აი წარმოიდგინე, ბოდიში მეგობრებო, ეს რაღაც ვიტყვი. ყველას რაღაცის აი ხო, აი ეს ყველაფერს რასაც ლაპარაკობ, ყველაფერზე ჩვენ გვაქვს გადასიუჟეტები გაკეთებული და 100% უბრალოდ ამას მორალური უფლება არ აქვს რა. აი სულ მახსენდება, აი ამაზე მახსენდება ოტიესონის სიტყვები, მოღალატე როცა ერთგულებაზე დაგიწყებს ლაპარაკს, ის ღალატსაც ღალატობს. რა თქმა უნდა. აი ზუსტად აი ეგ ეს ამათ არანაირი სწორ ლაპარაკს, მაგრამ ამათ არანაირი მორალური უფლება არ აქვს. იმიტომ რომ გულშინ ერთად იყვნენ და ესე იგი მაშინ დღესაც რომ შეთანხმებულიყო, ესე იგი ამას ვარი ლაპარაკებდნენ. ხო და მინდა შემოგთავაზო შენი სტილით ახლა წავიდე და მოდი ამ ვიდეოდან აი ამოვიღოთ ადამიანების პერსონალურობა და ვთქვათ რომ აი მაგალითად ალეკო ელისაშვილის პიროვნებას მე მანდ როგორ ხედავ ტიპს ფსიქოტიპია რა. იქიდანაც წარმოიდგინე იმ ოპოზიციური პლანიდან ალეკო არ იმას ქნა და მომის თვითონ იძახის მაგას. მომისმენთ ალეკო არ იმას ქნა რო არის თემაო არ შეიჯვა ალეკო რო უთხრეს აი ეგ არ შეიჯვა წარმოიდგინე იმ ხარიდანაც მიდის მაგაზე კი. აქედანაც მიჭერილი აქ რომ ალეკო არა, მაგ თემა რა არის? წარმოიდგინე, ანუ ეგ ადამიანები ერთად იდგნენ გუშინ წინ. აი ყველა ხო ვიცით რომ ესენი იდგნენ ერთად აპროტესტებდნენ კოალიციასაც, ანუ დღეს რო ითხოვენ რა ქართულოს რა უნდა წავიდეს რა. ხო ამ კოალიცია უნდა მოვიდეს. ანუ გუშინ წინ რო ეკითხო მე დამესო მაგისტვის რომ კოალიციაში ვინ მოკავს, აი ეხა ვისაც ანწყავენ იმას მეტყოდა რა, იგე? კი, აბა. ანუ ეხა მაშინ რა გამოდის? იცი ზეგ, ანუ უბრალოდ ხვალან ზეგან ერთი თვის მე შეიძლება რა გითხრა, იცი რა ეხა მე რო ფიქრობ, აუ სააკაშვილი იქნება არ ყოფილა კაი ტიპიო რა, მაგასაც გეტყვი, აუ ამას ვის ვიცავდიო რა. და შეხ წამიგდე ხელისუფლება უნდა გადააბარო მაგას? ვის ვიცავდის კი არ გეტყვის? არც ვიცავდი კაცო მაგას. აი მე მინდოდაო რუსული კანონია მიღებულიყო. ვერ შეთანხმდნენ, უბრალოდ გაბრაზებულები ერთმანეთზე ეხა ტალახს ესვრიან, თალგამაძე გამოდის, ბარამიძე გამოდის და ესენც იძახიან რომ ფულის ჩემოდები დადიანო ჩვენ არ გაქვს მართლა ეხა ლელოზე რა მიდის? ეხა ლელოზე რა პროცესიც მიდის. ეგ გაიარა ხელისუფლება დაახლოებით 6 თვის წინ. ანუ როგორ არის ეხა იცი რომ ანუ მან ხო კომუნიზმში კომუნიზმია მან და რა და როგორ არის იცი ოდნავ აი ესე რა თქვა შავი რო გითხან აი ოდნავ თეთრი ჩაიცვა რა. უკვე შენ აღარ ხარ ბაბლიდან ეგრევე გაყენებული ხა ბოლოს არ ძება ერთი ვიღაცა რა. და მიხვდება რომ აი რა შუთერ აისლანდ ფილმი ხო გაქვთ რა ნახე ლეონ დიკაპრიო რო თამაშო რო სადვარ გიჟი ვარ თუ არა და დაახლოებით ეგეთი რაღაც არის რა. ანუ ცირკია ჩვეულებრივი რა. ანუ რო გეუნები აი წარმოიდგინე სუ კოალიცია კერიათ მაგათ პირზე რა რაც პლურალიზმი იქნება მეტი დემოკრატია რაღაცა და ხვალ საქმეს ვიდგება გვარამიამ რაც ილაპარაკა გამოვა ბიზნეს აი იმას რა ქვია განთავისუფლდით და ჩემი უღელი აიღეთ. ანუ განა ის აი კოცნობიერი რა. უღელი და ეგეთი ტიპების კი არის ხმარა პირდაპირ ბატონიო მონებიო ქართულზე და ჩვენი მონები ზუსტად ავიც ეს კოცნობიერის გამოცხადია. სამარცხვინო არის მართლა ეს ყველაფერი. ხო და თვითონაც იგივეს არაკეთებს ხა თავის პარტიის წევრს ლანძღავს ეხა აქედან გადმოსახედით იქ რომელსაც იმაზე ლანძღავს რომ ეხაო მანამდე ამას იძახდა და მე წავიდა და მაგის პარტიაში შევიდა და მეგობრებო ხალხი და გამოვხიდით მართლა შაი ხო ხედავთ აი ესე ანუ ეს ხალხი შეურაცხყოფაა ხო ადამიანები ვაფშე საკუთარი ისაც არ ხო აი როგორ შეიძლება ეხა აი ამ ყველაფრის მერე ამათ ხმა როგორ უნდა მიცე როგორც არ უნდა გეზიზღებოდეს ქართულ ოცნება კაი გასაგებია შეიძლება ვიღაცებს არ მოგწონ და ასე შემდეგ მაგრამ ეს ხო ჩვენ ბოდიში და თავზე დაფურთხება ხო ადამიანებს ეუბნებიან რომ ვაფშე ჩვენ აზროვნების უფლებას აი ვაფშე ვერც ვაზროვნეთ ესე იგი ჩემი რამდენი მეგობარი იყო რომლემაც მიცის ოპოზიციას ხმა რა ნუ ეხა მე არ ვარ ლიბერალი რო გამოვიდე მაგის გამო დავაკენსელო ის თავისი აზრი აქვს მაგრამ ხო რა თქმა უნდა რომ ყოველს თავისი აზრი გვაქვს ხა შეიძლება ვიზავს ის მოწოს ზოგს ეს მოწოს მაგრამ ანუ წარმოიდგინეთ რა დონემდე არიან რომ საკუთარი ამორჩეულის ხმა ვერ დაიცვეს რომელ თუ აი ნიტოში და უბრალესობას ეგენი დაიცავდნენ ან რომელიმე იმას რა ქვეყანას ანუ რეალურად ქართულმა ხალხმა მინდა იცოდეს რომ აი წინ გვიდევს ბურთის ამოედანიც რა აი ბიბლიაში როგორც არის სიტყვა ჭეშმარიტება გიდევს
წინ, აი რას დაინახავ ადამიანი უკვე შენზეა რა, ხო. თავისუფალი ნება გაქვს შენ როგორ დაინახავ? ალბათ რახან ხედავ, ალბათ ამის დანახვა გინდა და აქ უკვე ინდივიდის პრობლემა არის, რომ ეხა რაც არ უნდა მტკიცებულება დაუდო, ხო, ადამიანს, ხო, რისი ჯერა იმას და რისი გონებაში აქვს, ხო? აი ფროიდისეულად განტევებას უკეთებს ყველაფერს და ეხა იმისი პრობლემა არის ეხა. მათ სიღრმეებს თუ უფრო ჩავთ, მან და აი რა ხდება, იცი ამ ტვინში ბევრი ამაზეც, მაგრამ უჭის აღიარება, რომ ამდენი წელი ყურში და ამის აღიარება უჭი, ხო, აი შენ შეიძლება რომ ელაპარაკო გეთახმებოდეს გულისხმობს, მაგრამ არ გიღია რომ საჯაროდ რომ ცდებოდი თურმე ამდენი წელი. იმიტომ არ აქვს დებატების ფორმა საქართველოში. ზუსტად თემატურია, ეხლა თემატურია ერთი ვიდეოს ჩართვა მინდოდა და აი უბრალოდ მოусმინოთ ამ ყველაფერს, რაში ვიყავით რაღაც ეტაპზე, ანუ ამაში ნაცხოვრები გვაქვს, ეს აზრები მოსმენილი გვაქვს. მადლობა ღმერთს, ჩვენ არ გვეხებოდა ეგაზე ჩვენზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენდა, მაგრამ ვიღაცებს აი ამას ასმენინებდნენ. ეხლა აი ამ ქალს გმირეთ რა ცხონდა. მოდი მოусმინოთ. უკვე ერთი წელია თელი საქართველო აი ამ ქალის პრეზიდენტობას იტანს. სალომე ზურაბიშვილი ერთი შეხედვით კი გავს ჩვეულებრივ ადამიანს ამ ფოტოშიც ნუ ეს დიდი მოასროვლის პოზაში ზის, მაგრამ სინამდვილეში ამ პიროვნებას მგონი, მე მგონი ასე და ასე მეჩვენება, თავის ნაცვლად მხრებზე ქოთანიაბია და შიგნით ტვინის ნაცვლად ლობიო უდუხს. რას აღარ ეცახიან მას მოღალატეო რუსეთის აგენტიო და ასე შემდეგ, მაგრამ არა, აგენტობას და მოღალატეობასაც გონება სჭირდება, რომელიც სალომე ზურაბიშვილს უბრალოდ ან მართლა არ აქვს, ან როგორც მინიმუმი მისი მოხმარების ინსტრუქცია აქვს დიდი ხანი დააკარგული. მისი ქმედებებიდან და განცხადებებიდან გამომდინარე, მე ვაკეთებ მარტივ დასკვნას. ჩვენ გვყავს სულელი პრეზიდენტი. ძალიან არ მინდოდა საჯაროდ ასეთი შეფასების გაკეთება, დიდი ხანია ვიცმენ, მაგრამ სხვა გზას ეს პიროვნება არ მიტოვებს. ბევრად უფრო მძიმე სიტყვებიც მომდის ხოლმე თავში და მათგან ამჯერად ყველაზე მსუბუქი შევარჩიე. სულელი. სრულიად შემთხვევით, ამის წესიარად გადმოცემის უნარიც კი არ გააჩნია. ისე იტყვის, რომ საბოლოოდ ყველაზე დიდი სისულელე გამოუვა. ანუ ეხლა რა გვაინტერესებს გიორგი და აქ შეიძლებოდა აი ამ ვიდეოს მაგალითად რომელი ვიდეო იყო ისი გვარამიერო უკვე მსუბუქად არა რომ ამძიმებს სიტუაციას და რასაც სიტყვებითაც მოიხსენიებ გვარამირო როგორ მოიხსენიებ ამ იმას რა ასაკოვან ქალბატონს ერთი წუთი მოვიხსენიებდა პირდაპირ კი არა აგინებდა არა აგინებდა კი რა სიტყვებით აგინებდა თან დაჟე ბიჭებიც რო არ ხმარობთ და ვაფშე რაღაცეებს შეგვაგისაც საერთოდ რას გეუბნები და ანუ ის ამ სიტყვით აქ შეიძლება და ეგ ვიდეო ყოფილიყო და არ არის ეს ვიდეო რომ მე არ შეგვიძლია ეს და უკიდურეს ზომებს ჯერ არ მივმართავთ მაგრამ მაინტერესებს აი ეს ტიპი ხა რა მარტივი დასკვნა რო გააკეთა რომ ეს ქალი სულელია მე მგონი ჩვენ გავაკეთეთ მარტივი დასკვნა რა რომ შეხარ პადოში იმიტომ რომ აი აქ სულელი რო იყო და ჩანთარო ქონდა თავის მაგიო და ლობიო შიგნით და ტვინი არ ქონდა და რაღაცები არ ქონდა ეხლა დგახარ ამის პლაკატით და მოусმინეთ ამ ლეგიტიმურ პრეზიდენტს წარმოიდგინე რა დეგრადაცია განცდილი რომ სადღაც რაღაცეებს სადღაც შეიძლება ხდებოდი მაგრამ ისე დაგენძრა რომ ვიზეც ხდებოდი ეგ გახდა შენი კერპიც მაგრამ მეც არც იმსახურებ და არც ველოდებოდით შენგან ეს გაბუნიასაც შეეხება ხო მე მეორე რაში ვართ რომ აი ზუსტად იგივე რასაც ლაპარაკობდი გამოდიოდნენ ამაზე აი ესეთი სიტყვებით მოკამედ საქართველოს პრეზიდენტს ანძღავდნენ და ეხლა რეალდებიან და აუგმერია და ის სიტყვით რავი მე მახსოვს ლაივი სადაც გვარამია გამოვიდა და თქვა რომ მოღალატეო ანუ ეს ტერმინიო დაჟე ივანიშვილისთვის არ მithქვიაო მე კი მეც მახსოვს ხო გახსოვს ეგ აი პირველად რო იყო აი ზურაბიშვილი როგორიც არისო ანუ ეგეთიო არ ყოლიო ეგეთი ჯიშისო რაღაც აი მე მახსოვს ეგ ლაივი აი პირველად რო იმას რო გამოიყვანეს რა ეს აი წარმოიდგინე ზურაბიშვილის პოპულარობაზე მელაპარაკებდა ბიძინა იყო გამოკრული პარდრეზე და სალომე ზურაბიშვილი ეწერა და ამ ხალის პოპულარობაზე გველაპარაკებიან ამ ხალის რაღაც რომელიც ქართულად მივეც ხმა ხო აი რაღაცა მიგაც იმის გამო რომ რაღაცა და მე ხა ძალიან მარტივია ხო დავინახეთ რა თუნდაც გახარიას იმის შემთხვევაში რომ ანუ საქართველოს რო არ ყოფილიყო შინა თავისუფალი და მართლა ის ყოფილიყო პუტინი და აი მაგ ჩრდილოეთ კორეაში რაც ხდება რა ანუ ვერც ვნახავდით ამ ადამიანებს თავისუფალ სიტყვას და კრიტიკას ხა რასაც გახარია აკეთებს რასაც მაგალითად ზურაბიშვილი რომ ანუ შენ თუ გაქვს იმის საშუალება რომ ილაპარაკო კამერებთან ანუ ნუღა გაკრიტიკო ბელარუსში ხო ბელარუსში გესვრიან პირდაპირ ან რა ვიცი ან ბელარუსში არ გესვრიან ან შეიძლება უფრო მარტივი ფორმით გაიგოთ მაგრამ კორეაში და რასაც გვადარებენ რაღაც დაგიჭერენ ხო ანუ ვერ იზაო მაგას და ეგ ადამიანები რა თავისუფლად რუსთაველზე დადიან ანუ ყველგან დადიან ანუ შეიძლება შეიძლება და გაჯერებენ ხა წარმოიდგინე სავარო ჩვენ ვართ ჩელიაბინსკში ჩამორჩენილები რაღაცა და ეგენი არა მაგარი ნელები რა ანუ სისულელია ეგ კი არა ბოდი შეხა ეს უნდა თქვა ერთ
აი ჯერ რა დონის დეგრადირებული ტვინები აქვს. ძალიან ბევრს უკვე, რომ აი ხე მე მაგალითად რა ვარ წინააღმდეგი ზედმეტი ლიბერალობის და აი პრაიდის დროშების ფრიალის ტაძრის წინ თავარ ქუჩაზე. კი ბატონო. და აქედან გამომდინარე მე რო წავიდე ხა კაი დიჯეი რო ვინმე ჩამოვიდეს კაი მუსიკის მოსასმენა და გასართობად კი, კაი. იქ რომ ხდება ეს ტიპი შენ იქ იცوار რა შუაშია კაი მუსიკა ჩვენს გვევასება კაი გემოვნება ჩვენს გვაქვს და კაი დიჯეი ჩვენს ვაღიარებთ ეხა გარემოსაც დიდი მნიშვნელობა დიდად არ აქვს და რავი ანუ ოსა დაფიქრდით თან ეგ თქვი ეხა კლუბებში არ გვიშვებენ ძმაო იმის გამო რომ განსხვავებული აზრი ოღონდ ეს განსხვავებული მთელი ცხოვრება ესეთი просто ეხა რა ხან ისე ესეთია და მიცნობენ ანუ ნახე რა არის მიცნობენ ტიპები კარგად მე რო შევცვლილიყავი ეხა ლიბერალი ყოფილიყავი და გახტარიყავი მე და გასაგები მაგადი გადმოსაყენე მოღალატე ვიქნ მაგრამ მე სულ ეს ვიყავი მე თუმეტე შეურაცხყოფას არავის არ გაყენებს ლაპარაკობს დილობიან ეხა შეურაცხყოფა მოღალატეს ვეძახი და მე ოპოზიციაზე ავანგარდში ვინც არიან ამათ ესე ასე თუ ისე შეურაცხყოფა არის თემასაც მინდა ულსებ შევეხო პატივისცემით ლაპარაკობ ეხა და შენ რო იცი მეც ვინ ვარ კლუბში არ შეგიშვებ აბა მაგას დიდი კომუნიზმია წარმოიდგინე ამას რო ძალაუფლება მიცე აუ რასამო საუბრობდია ცი კლუბში არ შეგიშვებ კი არა კლუბში რო ხარ უკვე შეშვებული და ეს რო გვერდზე გიყურებს და რო უკვისო აკრამ შემოიყვანა ეხა აქ ეს თუ არის როგორ შემოიყვანა ეს მოიწ თუ შემოიპარა თუ დისკომფორტში არიან ხო მე წარწარდი თქვენ სახით თქვენ თავთან რო დარჩებით აღიარეთ აი პროსტა იქ დაფიქრდით რომ წარმოიდგინეთ რა სისულელე არის ეგ რა მაგის მე პირიდან გამოშვება და სხვაზე გადაცემა და იმასაც რო აგებინებთ რა ხელა სისულელეა თქვენ თავებისთვის ტეხავს რა ვიმეტია ჩვენ ვერავინ თან აი საერთოდ ხავდა თორნიკემ ძალიან კაი რაღაც ხო რომ ანუ არც ჩემი არხიდან და არასდროს ერთი წელია მაგათ ვებწოდე არასდროს მე ოჯახზე არ შევხებული ვარ გინევა არასდროს მაო და აი ხა წარმოიდგინე ისინი გამოდიან ძმაო კლუბებიდან სტენდაპები და გაგინებენ რა ანუ რაღაც განაცხავენ ეხა მერც შეურაცხყოფა თეატრში რო იყო ხო იცი ეგ მაგაზეც გვაქვს ჩაწერა რაღაც ამაზე და ანუ ამაზე რეაქცია რომ მოყვება ცოტა არაპროპორციული ხო ეხა საზოგადოებიდან გაიგე მე უკვირთ გაიგე ეს რატო არის ანუ საკუთერთავი ანუ იმდენად უმორალო ხალხია და იმდენად ამოს გარეცხილი მისთვის არც დედა აწმინდა არც ღმერთი არც ოჯახის წევრი არაფერი არა და ადამიანი რომ ამას იცავ რომ ხა მოდიხარ და ადამიანს აგინებ ხო რა გონია რომ ის დადგება და ეხა სიტყვაზე რავი ეს იმას გისავს ეხა ცემა და გასაგები არ არის სწორი და ეგ არ უნდა მოვიქ მაგრამ ეხა ბევრს ვერ ითმენს ეხა და მენტალობა არის ზოგს მენტალიტეტის ხო აქ ეხა სხვადასხვანაირ ფორმები რომელიც აღიქოვს ეს რეალობას რა და ამიტომ მე რა მაქვს რომ თუ ეგენი რომ ადეკვატურები ყოფილიყვნენ და გინება მაგათგან არ მოდიოდეს დაკენსელება მაქედან ახალგაზრდა გოგოებს აი საბა 19 20 30 რავი აი თუნდაც აკენსელებდნენ კლუბებში კი არა უნივერსიტეტებიდან ყრიდნენ და იქიდან აქცია წამოხვალო ნელად ხო ეგ მე გქონდა მიზანმიმართულად ხდება რომ შეგწხვეს შენ ხო რა აი შენ უნდა შეგწხვეს ეგ მომენტი არის ხო აი თავ შენ უნდა იმე უნდა შემი ნაცნობის მეგობრის ძალიან წესიერი კაი ბიჭის რავი დიდი ხნის რამდენიმე წლიანი ურთიერთობაში მეგობრით შეყურებული დაშორდა ანუ აქციებზე ჩემთან და არ დგახარო ანუ და ამიტომ რავი რამდენი წელი ერთად ვართ და გაგვაქო აღედა რა აქციებზე არ დგავარო ჩემი აზრი მაქო და აი დაშორდა ამ ყველა მე რეკომენდაცია მივიდა და ჯვარი გამოვიდა მაგრამ როგორ შეიძლება ეს ანუ როგორ შეიძლება ჯერ ეგ რო ანუ აი ეგრე ვიღაცა ან რაღაცა პოლიტიკურად თან რაღაცა ინსონეზი აიყვანო შენი პირადი დაანგრევი აი ხა გადაცემასთან დავიწყე ამართა იმის ბიძა აი მართ ეგეთ რაღაცებს ვითვალისწინებ თუ ვიღაცა ჩემი ახლობლის ვიღაცა რო ნაში ცხოვრებაში ნანახი არ მაქვს მაგრამ რო ვიცი რომ ეს ჩემი ახლობის ახლობელი იმაზე არ ვლაპარაკობ გადაცემა არ არის შემიძლია იმდენი ვილაპარაკო აი ცნობილ ადამიანებს აი ეგეთ რაღაცებს ვითვალისწინებთ მართ კი არა ეგრე არ შეგიძლია რომ ილაპარაკო ცნობილ ადამიანებს მოდი გადაცემა მე მანდვარ წარმოიდგინე ეხა რა მინდა არ გააჩნიოთ მაგათა მაგიტომ არის ეგრე რა არანაირი იმდენის ხმის ღირსიც არის მაგრამ ვიკავებ თავს რა რაღაცები და და ნანახით არ მყავს მართლა და მაგის გამო პროსტა არ ვიზახე რომ ვიცი იმის ვიღაცა არის კი არიან ესო დამავიწყდება ჩვენი გადაცემის ცოტა შეიცვლება ფორმატი და თქვენ როგორც ვიცი ბატონო თორნიკე ბევრი იცით ცნობილ ადამიანების შესახებ და იქნება გაგვესაუბროთ ევსტეინის ლისტა ევსტეინის სიეზია ევსტეინზე გამახსენდა ეხა ვაფშე აი deep state აუ ეგ კაია ეგ კაი ესეთი მართლა
აი როგორ აბუჩად იგდებენ ამ სიტყვას, იცი რომ ეხა გამოდის რაღაც ტაბულაზე იდო რომ ქართული ოსნების ყოველ მეორე ამორჩევებს deep state-ის ჯერ ანუ ეს ბნელები ეს ხო ეს სულელები ესენი როგორ ჯერა დედამიწის ხო deep state-ის როგორ გჯერა და ეხა მოდი მე მოგასმენთ Eisenhower-ი კენედი ამას შეეწირა Eisenhower-ი ამაზე ლაპარაკობდა 1961 წელს ანუ ჩვენ ამას და ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის თავარი წინასაარჩევნო კამპანია და ეხა გენერალი ფლინი რომელიც დაჭერილი იყო შეწყალებით შეიწყალა ტრამპმა ხო ამას ამ კაცმა წიგნი დაწერა ეს წიგნი უკვე ბესტსელერი არის და ნახე აი პირველ რაღაც აბზაცს წავიკითხა ჯერ რასტერს ტრამპი ჩემთვის დიდი პატივი იყო მაიკ ფლინის შეწყალება უშიშარი პატრიოტი და დაჯილდოებულ გენერალი რომელსაც სასტიკად დაისხნენ ბაიდენის ობამას ღრმა სახელმწიფო ანუ deep state რომელიც ახლა სრულად გამოაშკარავებულია თაღლითობისთვის და თვითონ ეს ფლინი წერს აგერ ანუ თავის წიგნი რაც დაწერა რასტერს ყველა ამერიკულ უნდა წაიკითხოს ეს წიგნი რათა ფუნდამენტურად გაიგოს თუ რამდენად ახლოს იყო ღრმა სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატების განადგურებასთან. მეტი რა ქნა და ეხა მოდი აგერ მოგასვენებთ Eisenhower-ს ამერიკის პრეზიდენტი, ამის მერე იყო კენედი პრეზიდენტი Eisenhower-ის მერე. ნახეთ რას იწევს. ჩვენი ძალის ხმევა, რესურსები და ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამხედრო სფეროზე, ისევე როგორც მთელი საზოგადოების სტრუქტურა. სამთავრობო სხდომების დროს ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევაჩეროთ სამხედრო სამრეწველო კომპლექსის პოტენციურად დამღუპველი შედეგების დადგომა. არსებობს რეალური შესაძლებლობა წარმოიშვას არალეგიტიმური ძალაუფლების სივრცე, რომელიც საკმაოდ მდგრადი იქნება. ყოველთვის ადეკვატურად უნდა შევაფასოთ მისგან მომავალი საფრთხე, რომელიც ჩვენს თავისუფლებებს ან დემოკრატიულ პროცესებს გამოუთხრეს ძირს. ყოველთვის ფხიზლად უნდა ვიყოთ. მხოლოდ და მხოლოდ სწავლულ მოქალაქეებს შეუძლიათ შეაჩერონ სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსისა და თავდაცვის ისტაბლიშმენტის უზარმაზარი გავლენები მშვიდობიანი მეთოდებით, რათა თავისუფლება და უსაფრთხოება ერთმანეთის გვერდ განვითარდეს. 100%-იანი. და ეხა ბოდიშ ამას და მე გავშალოთ ეს თემა და აი ეს კაცები რო არის ვითონ ძალიან პრაგმატები რო არიან ამერიკაში აი ნახე ყველაზე არაკომპეტენტური ყველაზე აი ვაფშე მოწყვეტილი არიან კოსმოსში არიან მიდიან ამერიკაში არის და მათხოვართან გაჭირებულ ადამიანთან მიდიან გამარჯობა მოხუცო deep state-ის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციაზე ვიხდი ხო იცი აი ძალიან ხინჯია გამოვთელი მაგათზე არა საჭიროა უნდა იგებდეს მაგას სადვეძებო ანუ ეგ იგივე თემა რომ მე ვილაპარაკო გამიგებ საღამომდე გამიგებ საღამო აი როგორ აბუჩად იგდებენ მაშინ საღამოს გამოვივლი ანუ ეგ იგივე თემა არის ეხლა რომ მე ვისაუბრო პირადად რავი აი ბრაზილიის აი საფეხბურთო ნაკრების ეხლა რაღაცა ვინ დააყენოს ეხლა ახალმა მწვრთნელმა რა პაპა კარლო ვინ დააყენოს შეტევაში რა რომ აი ეხლა არაკომპეტენტური ნაკრებია ბრაზილიის ნაკრების ადმე და მავნებლობა აი ეს აქციელი იმიტომ რომ რეალურად პრობლემას გადაყავს ისეთ ჟანრში რომ ვითომ და ხო აი ეგ არის მავნებლობა არა და კომპეტენცია და იმისთვის რომ კონტენტი აი უფრო ისე პროსტო იმისთვის რომ კონტენტი გააკეთოს ტიპი მიდის მავნებლობაზე ეს არის ეგ მაგალითი არის ეგ და ჩემი აზრით ვისაც მაგას უკეთებს ის ხალხი უკვე მაგას მოეგო არა ჩვენ დაგწინიან ამით ჩვენ და deep state როგორ ეგ მოგონილია არ მგონია ოვალ კაბინეტში და იქ არის და სინამდვილეში თავის თავს დაცინია არა ხო იდეაში კი არ მიზანი რაც არის გეთახმები მაგას ჩვენ ბნელები ვართ რა deep state-ი არ არსებობს თვითონ ანუ კაცი გელაპარაკა ხა ვიღაცა რო გამოვიდეს პოლიტ ექსპერტი ჯეფრი საქსი მაგალ ტაკერ კარსო რო გამოვიდეს და აი ცნობილი პოლიტოლოგი თელი ცხოვრება მაგაზი აქ და აგიხსანს რომ იცი თორნიკე საბანიკა რომ ეხა კი ესია გეთახმები მაგრამ რაღაც ესია ტიპი თელი ცხოვრება კომედია და იმის მეტი არაფერი გიკეთებია მაგით გიცნო მოდი პოლიტიკურად მოაძულებ ხალხს თავი რა დარჩი რაც გამოგდი მე არ უყურებ მაგათ გადაცემას მაგრამ დარჩი ძმაო და აკეთე შენი საქმე ვინმე გეხება მე აგრესია რომ მოდის აქედან რომ გეხება აუ იცი რა არის თქვენ ამის ამორჩევლება უკვე ამორჩეველზეა მე რო გეტყვი უკვე ნაცი ხარ უკვე მაგის გამო და სააკაშვილის გევასება და ეგენი გევასება მე არაო არა უკან და იქში არის რო გამოდიხარ და ანუ ხალი რო ხარ ხუჯუჭა ამ ქვეყანაში სადაც ფეხბურთი მარტო კაცებმა მართლა ეგრე არის ხო მართალია ხო რავი გამოდიხარ და ხვიჩა კვარაცხელიაზე რო იძახი რომ
რა ნაპოლიო შედი იყავი რა შენთვის ანუ თუ კარგად არ ამბობ ცუცაც ნუ ამბობ და ანუ იჯეშნავს ესე იგი არგის ადამიანი თან მარტივი აი უმარტივესი რამეა რამდენი არის საქართველოში ვისაც ფული აქვს თანამდებობაზე არის ანუ საქართველოს სოფლიოში რამდენია და აი რაღაც არ მინდა რომ მიჩანდეს რა რომ მოდი რა ეხლა თორნიკე შენზე გადმოვაფორმებ რა და იყოს ღრმა სახელმწიფო ზიდია იმას ნიშნავს რომ რაღაცეებში უბრალოდ არ უნდა ადამიანი ჩანდეს ანუ რა რთულია ამის და ლიბერალები რატო არიან მიამიტებიც რომ ამათ ჯერათ რომ ადამიანები იმდენად საყვარლები და ევროპაში იმდენად სამართლიანობა ორსულა რომ იღვიცებს არის პირველი საბაზე ფიქრობს ჩემზე ფიქრობს აი როგორ არიან ცუდად აქციაზე როგორ დგანა გულში ნეტა როგორი ღამე გაატარეს და ამე საჭმელი ნანუკაშოჟელიანი რა შევა მოდი გადავწერათ და ის ყველა გადაცემაში აღარ ვიტყვი პროსტა მართლა ის ჩემო პრეზიდენტო რო იღვიძებს ანუ აღქმებია განსხვავება და ზელენსკიზე გამახსენე ერთ თემა აუ ზენს. კი კითხვა მაგდას თუ ვიცი ამ თემასთან დაკავშირებით რაღაცა ჩვენს გაგვარათ რა ცოტა. ესეთი ინფორმაცია მოვისმინე რომ ზელენსკიმ შეუჩერა მოქალაქეობა უკრაინის პატრიარქს. კი. თუმცა ესეთი რამე ვარშე საერთოდ ისტორიაში არ ხდება. არ არის აღიარებული უკრაინის ავტოკეფალია და მაგიტომ საერთოდ ანუ მართლმადიდებლური სამყაროს მიერ, იმიტომ რომ მართლა ხა წმინდა ბიბლია, ანუ ამ წლების წინ ვაკეთებდი ხოლმე ამ თემაზე, ანუ თეოლოგია და ისინი კარგად მესმის და ანუ ოფიციალურად რომ მოინდომო, რომ გაღიარო უნდა ქონდეს ყველა ეკლესიის თანხმობა, როგორც ეს წმინდა საეკლესიო კრებებზე იყო, ხო? ბოლო კრება რაც იყო იმის მერე აღარ იყო, ხო, არალეგიტიმური, ანუ ხა იმათ როგორ არის ხა რუსეთმა არ მაგიარო, რუსეთი მართლმადიდებლური ქვეყანაა. ანუ ის ხა შენ როგორ იყო იგიცი აი კონსტანტინო ბოლო საეკლესიო კრება რო იყო და ვინმე გამოსულიყო ეხა ეპისოდში ეთქვა რომ მე არ ვაღიარებ იმის გამო რომ რახან პუტინი იყო შეიძლება ყოფილიყო ანუ ეს ეკლესია და ეკლესიური კანონებია უბრალოდ ზელენსკი რასაც აკეთებს აი მოდი პირდაპირ თქვა და ზელენსკი რასაც აკეთებს ეს არის რომ გააკათოლიკოს ანუ მოდი გარდაქმნას თელი ეკლესია 25 დეკემბერს ხო გადმოიტანეს მაუ ანუ გადმოიტანეს ეს უკვე 25 დეკემბერს არიან იმაზე უკრაინელი არაერთი ძალიან კარგინები არიან ცოტა საშიში ტიპები არიან რა აი მართ აი ყველაზე მაგას შეურეს შეგიყვანოს და ჩაულებრი მამაო არის რო შეხედა აი ჩაულებრი მართლმადიდებელი მამაო თავის წვერებით ანაფორით ყველაფერი ერთნაირია მაგრამ რჯულით არიან კათოლიკები აი ხა თუ ხარ დაკვირვება იმას მე ხა ვიდეო არ მაქვს მაგრამ გადაცემის მონტაჟზე დავადებ მაგ ვიდეოს და ნახო როგორ ჩამოდიან და ჩაულებრივად არიან კათოლიკები. ანუ უბრალოდ ეგ არის რომ უკრაინაში ძალიან ბევრი მართლმადიდებელი, თვითონ მოქალაქეები ბევრია, მაგრამ რასაც მთავრობა მან დაკეთებს, ჯერ ერთი მხრივ რომ მიმდინარეობს ან ტოტალური თვითონ უკრაინელების ეთნოწმენდა და გენოციდი, ანუ მე ძალიან ანუ უკიდურესად შეშფოთებული ვარ მართლა უკრაინელებს ახლა გუშინ წინა გამახო დრონების ისეთი შეტევა, რა ომის დროს არ ყოფილა საერთოდ ეგეთი რამე და ანუ აი საქართველოში კი უკრაინა რუსეთში რო აფეთქეს რაღაც ისენი რაღაც ზარლი მოვაყენთ რუსეთი ომსაგებს რაღაც თელი ამ ცხოვრების განმავლობაში მაგ იმედით ხო ის რომ მოაწყეს რა ანუ ერთი კითხვა მაქვს მე რომ რუსეთი ადგება და ბომბავს ჰოსპიტალებს და იმებს ბიჭო ანუ ყდრებით ცოცხლდებიან ეგეთი რამეებით გუშინ წინ დედა მომიკვდეს აი ცრემლები მართლა აი პირველად იყო ომის დროს ქალს გული მისდის შუა იქიდან ქუჩიდან მიყავთ მისი შვილი იმის გამო რომ აბსოლუტურად რაღაც აი წაგებულ ომს რა ის ქალი გარდაიცვალა ხო როგორც იცი ანუ წარმოგიდგენი არასდროს ხა ჩვენ რამდენი ვიდეო ქონდა იცი ჩვენ ეგეთი ბავშვი მოდის ველოსიპედზე და ხვდებიან ისე მანქანის უკვე დაყუდებული არის და აი ბავშვი ხო გამოვიდა პრაუს ხელს და ველოსიპედი იქ და ეს მიდის ბაიდენის ველოსიპედის აიგეს ჩადეს მანქანის წაი ეს ენტონი ბლინკენი გამოვიდა სანამ ტრამპის ის იყო გამოვიდა და რა ვიცი მოგვა შეამცირეო რა სამხედრო გაწევის ასაკიო რა 18 წელსების მოკალიო 17-ის პრობლემა ანუ ჩემი ეს არის ძმაო ძალიან დიდი რასაც უკრაინის მთავრობა მე როდესაც ვაკრიტიკებდი ხოლმე უკრაინას ამიტომ ვეგონე რომ მეზიზღება უკრაინები კი არ მეზიზღება პირიქით რომ მიყვარს და პატივისცემა ის რომ აქ გადარჩნენ ცოცხლები და მე გამომივული აფხაზეთშიც გამოგვივლია ჩვენ ვიცით რა არის როდესაც დევნილი ხარ საკუთარ მიწაზე ვიცით რა არის როდესაც სახლი წაკართო ეს კარი აღარა რამდენი 3 მილიონზე მეტი კაცები არის ყურენ აქ უკრაინელები ჩამოს 35 და ქართველებს რაღაცებს ელაპარაკებოდნენ თქვენ იმაზე მეორე ფრონტი და ეგენი პირდაპირ ლაპარაკობდა ძმა ელჩი რო გაიწვიეს ხო ეგეთი რამ ბელარუსი ხო და მარტო ჩვენგან რითი აკრავდნენ ლიბერალები ის საქართველოსგანო მეტი იმას მოითხოვდა რას მოითხოვა ანუ მეომა მეტი რა ხო მაგრამ ჰუმანიტარული გაიყო საქართველოს მე ვიცი ამ თავრობამ აი პირადად ვიცი რომ ეს ყველაფერი გაიყო ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დახმარება გაუწია აბსოლუტურად პირველად ვიყავით და შეება მე შუა ომის დროს მო ზელენსკი და მეორე რო არის ქართული გვარი რო არახამია გამოდიოდნენ ომი იბომბები წარმოიდგინე და საქართველოს არალეგიტიმური მთავრობაა და რუსეთის მიერ მართულია ეხაც იგივე საგრძელებენ კაცო ზუსტად იგივე საგრძელებენ ეხაც არ ჩერდებიან ელჩი გაიწვიეს ჩვენ რომელიც
ყველა საელჩო დაკეტა ამერიკამ, ჩვენი ელჩი ბოლომდე იქ იყო. აბა. უკრაინაში არ გამოსულა იქიდან, წარმოიდგინე. ელჩი გაიწვიეს აქიდან, იქიდან, ანუ წარმოიდგინე როგორი უსამართლო ბელორუს პირველი შეტევა, ბაშ რუსეთმა ბელორუსიდანაც ხო, აბა ეგ იყო მაქედან ბელორუსი ელჩი დღემდე ყავთ, ბიჭო. და ესეთ რაღაცებს რო ვისმენთ და ისა რა ქვია, ისინი გააგზავნეთო კიდე ისინი მოხალისეებით ეგრევე ომში ჩართვა. რო არ მიცა პირდაპირ ჩაეუფლება. გავიგზავნა პირდაპირ ომში ჩართვა და ისინი გამოდიოდა ბორის ჯონსონი და ყველა მაგანაც შეშალა სტამბოლის ლიდერები არა, ესენი გამოდიოდნენ იძახდნენ რომ ჩვენ ანუ მოხალისეებს უგზავნავთ ანუ გამგზავრებას უკრაინაში. ანუ რას ნიშნავს ეს? ომში ჩართვას ყველა ერიდებოდა და ჩვენ გონ არა უნდა ლორაჩენკოც მავა საბა ხო გაიგ ვიდეო ყველას აქაც არის გოლუსთაველს გოლჩარენკო. ანუ პირდაპირ ქართველობა დროა სიტირებ ქართველობა დროა გაისენოთ ცხინვალსა და სიტირებს ზუსტად მაგას გაისენება რა გასენება რა საჯდომარეც მაგას უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე აი გასენება რა სიშოს თუ არა ომს არ გეტყვი არ გასენება პირდაპირ იძახდნენ ომით უნდა დაიბრუნოთ მაგასაც იძახდნენ კი მე რას რო ხვდები ისე აი ესეთ მოწოდებს რომ ბოროტ თავებში რო იხარშება რომ აი ხა ვიღაცამ აი ეს რა ბანძი გონჩარენკოს თავით რომ ამ მესიჯებს აგზავნოს მართლა ვერ ხვდები ან ფულიც ხო აქვს შესაძლებლობიც ყველაფერის კავშირებიც კონდა რაღაცით ხო მიდიან ამ ფულებამდეც რაღაცები ამას ვერ ხვდები რომ გონჩარენკო წაგებული თამაში არის აი გონჩარენკოს პირით ეგნა ბაზრი აი ხა მაგალითად რამდენი ფული იხარჯებოდა რომ ოფიციალურად არის ეს ხო რომ ზელენსკისთან ჩავიდა ანჯელინა ჯოლი, ჩავიდა შონ პენი. მაგას ლაპარაკი იყო ფული აიგეს. აი ხო არა ოფიციალურად 19-20 მილიონი აქვს ანჯელინა ჯოლის აღებული 4 მილიონი აქვს. მე ფეიქი იყო ეს არ ვიცი ზუსტად ეგ ინფორმაცია. არა ნამდვილად აქვს აღებული ამაში ხო და მაგებში აღებული აქვს სხვა რაღაცებშიც ვიცი რომ აღებული. ანუ რომ ნახე ეს ემსახურებოდა იმას რომ ჩამოვიდა ანჯელინა ჯოლი და ჩვენ პრეზიდენტს ჩაეხუტა და ბავშვებს და აბა თქვენ გვერდში ვართ და ჩამოვიდა. შომპენიც მათ შორის. გონჩარენკო რო ჩამოვიდა და რომ მოგვიწოდებს, აი ჩერამ ხელა კონფერენცია იყო. ეგ რა იყო ჩერა შუ აქციებზე გახსოვთ ისენო ჩამო ბუნდესტაგის ისე რო წამოვიდა ეს გეი ბიჭო აი ვერაზე ეს იმას და დააყენეს ხო ვინმე ნორმალური ან ჰეტეროსექსუალი მაინც ყოფილიყო ქალები რო ეგ მაინც ეგ გათვლა სათქეთდება რომ აი რუსთაველზე რო ჩამოყავს აქეთ აზარი აქეთ ისო რატო არის ეგ იცი აი ზუსტად აი ეგ არის კოლონიად გიყურებენ და შენ რა ბოდის და უნდა წაიკუზოსო ფეხებზე მკიდია ეს ბიჭო არ მოგწონს ეს ისა არა ეს როც და კაკრას ზუსტად მაგიტო გეუბნე ეგ მაგას ნიშნავს ხო აბა ძაღლსრო ფუტებოდა რუსთაველზე რა დებილები არ არიან ეგეთი დებილები არ არიანო ქართველების 90% იცის რომ ეგ გააღიზიანებს მაგრამ არა შენ კოლონია ხარ და მე რას ქვია შენ უნდა წაიკუზო თავი უნდა დახარო და ეს როთი უნდა დაგისვა თავს აი ეგ სხვა ახსნა მაგრამ მადლობა ქართულ ხარს უსები ვიტყვი იმაზე ეგ რეტა თამბერგი რო იყო ეს ეკოაქტივისტი კი რაღაც იქნება გიჟი რა რაღაც ჩამოსული და ყველა ქვეყანაში მაგას ხვდებიან აი როგორც აი ფეივერკები და იმით და ქართველი ხალხი 4 ქალი იდგა მის გვერდზე 4 ქალი რო იყო კითხვის ჟანრი დაგისვა ქალი იყო თუ კაცი ვერგაი ფემინისტი და ამას ეგონა რომ აქ დემოკრატიის სიმბზივე ისინი რო ქონა ის პლაკატი რო ქონა კაციშვილი არ გავიდა სადაც სურათები გადავდა და სუ აი მადლობა საქართველო რომ დაში იმ ბაბლშიც კი აი უთხრდებოდათ მაგის გვერდზე დადგომა ბრავო მადლობა საქართველო რომ ის რომ ამათი აქტივისტი რო პატარა გოგოროა თუ ბიჭირა თუ ეგაიგებდა ასაკით რამხელა დიდია თუ მართლა ძალიან ამოხსენე აი მართლა ამოხსენე ფენომენი ასაკით დიდია პატარა თუ გალიათ კაცი ნება მაგ რაღაცნაირი ბაუქშია თუ ბაუქშია თუ მოზარდია დაღუპეს იმენა ხო ანუ აი ეგ არის აი არ ვიცი ალბათ რა არის ცი ეგეთი არჩევენ სწორედ ისეთ ცნობიერის ადამიანებს რომელიც არის მარტივად მოწყვლადი და მოწყვლას მე მაგრამ აი მე რა მგონია ეს აი შინაურები ვარ და მაყურებ მე მგონია ფული ყველაში კი არა გადახდილი მაგრამ თავრებშია ფული გადახდილი დალში არის ნარატივი ლობიანი ნანუკას ლობიანი ტორტი და რაღაცა დროშა რო კოცნი რაღაც და კიდე პონტია რა იქ არის პონტი არის აიტოვე ისთვის შეიქმნა რომ გოგორო გაგეცნო რა კიდე როგორი მომენტია კიდე იცი აი სტადიონზე ხა ტაში ხო გადამდები კი ტალღები რო არის ზუსტად ეგ მომენტია მანდაც 10 კაცი გადაამზადე და 200 გაყვება მაგას ეს მუხტი გადადის მიხტი ეგ მომენტია სხვა არაფერი რა თქმა უნდა ყველა ფულს არ უხდი არის იქ რამოდენიმე 3 კაციც ეყოფა მაგას კი რა ორგანიზებას რა ხო მაგ მუხტი დანარჩენი მე ინერციით მიყვება ეხა იქ რო ხარ გაბრაზებული რო ხარ და ჩვენც რო ეგ დავიჯეროთ ყველაფერი რასაც ჩვენც გაუბრაზდებოდეთ ჩვენც გაიტოვეს სურათებში იდებოდა ერთ-ერთი შემხვდა რომ აი ეს გოგო დავინახე დღეს აქციაზე ვაი მე სახელი იცით მოდი დავსტალკოთ და 800 ხახახა ცხრა რაღაცა და ანუ ტიპი წამიგდე ტიპზე ჯერ აი ხარ აქციაზე დგას საბჭოთა კავშირში ხარ ავი ეგ ერხევა ეგ დიქტატორი ყავს რაღაც და ამ დროს მაგას ცალია იმისო პოსტებს რომ ვაი მე ეს გოგო შემომჩნი სად არის ნეტა უნდა
პონტი რა. მე ქვეყანა თუ თავზე გენგრევათ. რაკეტოს ოკება ხო, მე თქვი რა, მე ხა არ მგონია და მე რავი, მწავალ და გავერთო, მათ არ აღვიქვა მე. შენ ბიჭო, რუსეთში თუ გაიღვიძე, აქ რაღაცა დემოკრატიაში უკუსლა, სიტყვის თავისუფლება არ არის, რავი, ფესტივალებს ემართავ, იქიდან მე შენ ღერი ხარ, შენ იგინები, შენ იფურთხები და კიდე აქ მოდიხარ, მე აქ და მონას ეძახი სხვას და იმას სიტყვის თავისუფლება არ არის ყვირი ხარ და იმას ყვირი ხარ და რა ვიცი. აი მე შუ აქციები რო იყო და მან მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი რაღაც თორებს დებდი რომ ერთებოდი რა ვიღაც წერს შენო ქვეყანა გენგრევავთ ოსე ქართობისთვის ხსალიაო და ანუ ქვეყანა რომ ენგრეოდეს მე არ გავერთობოდი მაგრამ მე ჩემი აი სუბთა თვითრალი ვიყავი მაგრამ სუბთა აი ამ გადმოსახედანაც გეუნები რომ შენ თუ ეგრე გონია შენ რას მიზიხარ სახში ხო აბა რა თვითონ სახში იჭდა და მე ვიღაცა ხო ანუ სხვა რაღაცეები დევს გაიგე შენ რატომ მიდიხარ იქ ახალგაზრდებს კაი რა კარგი და ყველას გვაქვს თანაგრძნობა და ყველა ადამიანები ვართ რა კი ემპათია გვიჩნდება რა თქმა უნდა ეხა რა მაგრამ როგორი მომენტია იქ ხამესროლოს წყაი გადამიტრიალოს ამომიტრიალოს ეგა ჰიპნოზის მესამე სტადიაში არიან რა იმიტომ რომ არ არსებობს ეხა ჩვენ ამას რო ლაპარაკობთ ისინი ამას მაგიტო ვერ ხედავენ და მაგიტო ვერ აღიქვამენ ამას ბევრი აღიქვამს მაგრამ ჩუმად არის და მაგიტო დაეცა ტემპი ამ ხალხის და ბევრი აი ჩვენი მეგობრები და ისინი ბევრი მადლობა ღმერთს აზრზეც მოვიდა და იძახიან რომ აუ ეს თურმე რა მართლები იყავი და რამე რა მაგრამ ბევრიც აღიარებს მაგრამ ხმას არ იყოს მაგრამ ბევრი მართლა მესამე სტადიის ჰიპნოზში არის აი მართულები აი რომელიც აი ოლდო საქსის აქნა ხა წინა გიგინეში რო ყავდა მან განვიხილეთ აი ადამიანები შექმნეს ადამიანები რომელიც კმაყოფილები არიან საკუთარი მონობით ო კი კარგი პროექტი მაგას ანახაობა და აი კონდი აი ზუსტად მაგაში არიან რა ზუსტად ხო და მოდი ხა კიდე ერთ თემას დაუბრუნდეთ აი ჯაფარიძის რამოდენიმე შეიძლება ერთი 10 წლის წინანდელი ვიდეოა და რა ზუსტ რაღაცას ლაპარაკობს მე რა ემართებათ ხოლმე ესე იგი აი ძალიან საინტერესო არის რა ამ ქვეყნის მართვა არის ჩაბარებული სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციებზე. ანუ ქვეყანა იმართება ესე. რაღაცები გავაკეთოთ, რომ მაგალითად ევროკავშირის რეკომენდაციები რაც არის, რომ არ ვაწყენინოთ იმათ, ისინი თუ გეუბნებიან სწორია და მოდი გავაკეთოთ. ხო, ნატოსთან გვაქვს ყოველ წელს რაღაცა ვალდებულები, მოდი არ ვაწყენინოთ, რაღაცები გავაკეთოთ ნატოსთან მიმართებაში. სავალუტო ფონდთან გვაქვს რაღაცა სავალუტო ფონდი გვიჩვენს რაღაცებს ძირითად იდიოტობებს, მაგრამ ნუ სავალუტო ფონდია და როგორ შეიძლება ეხლა ეგეთ ავტორიტეტს ნუ იყო ამ ქვეყანაში ადამიანი, რომელიც დედას აგინებდა, მაგრამ ეგეთი ადამიანი ცოცხალი აღარ არის. მაგრამ ნუ აი იმას, სოფლიო ბანკი არის, აი მათთან გვაქვს რაღაცა ესეთი პატარ ვალდებულები და ესე წვალებით ზოზინით ამით იმით ნელ-ნელა მართლა მივჩოჩავ წინ მართლა მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რომ ეს ქვეყანა წავიდეს სწრაფად წინ ფეხზე უნდა გვეკიდოს ესენი ყველა ვინ ჩამოვთვალე უნდა გვადაგდეს კი არ ვამბობთ ანუ სხვა რამეს კი არ ვამბობთ ეხა შენ გაიხარე ჩემო ეს ყოფილა სხვა რამეს კი არ ვამბობთ ეხა სავალუტო ფონდზე მართლა მოდიშ და ფეხებზე უნდა დავიკიდოთ ყველა კი ჩვენ თუ განვითარება გვინდა სხვა გზა არის ისინი უბრალოდ არ მოგვსევენ ამის საშუალებას კი ფინანსურ კოლონიაში გვაცხოვრებენ მაშინ თავისუფალი ბიჭი იყო მაგასაც ლაპარაკობდა და იცი რატომ მე შეიბოლკირებ ეს გაუკეთეს ვერ არის მაგას ხო ეგრე მაგორი გირჩის განსხვავების აი ფსიქოლოგიური ის დავდე რა ქვია ანალიზი დავდე ვიდეო მაქვს ჩაწერილი მაგაზე როგორც კი ჯაფარამ ჩაიცო შარლ კოსტუმი და დადგა ოფიციალურ ჩინოვნიკების გვერდზე და იქ უკვე აღარ იყო რაღაც ახალგაზრდა ბიჭის ის რაღაც და უკვე გარდაიქმნა რა უკვე ანუ ეს არის მარტივი აბა რატო დადგა ხაზარაძე იმედ გვერდზე და მოტრე გვარამიას გვერდზე ეხლა ჯაფარიძის მაქანოგია თავი იცოდა კიდევაც რაღაცები რომ ისინი სუდები იყვნენ თავის დროზე რაღაცა ხო წარმოგიდგენია შენ ანუ გეუბნებიან ანუ შენ მეგონა ერთში აი მარტივ ფსიქოლოგიურ დასკვნა მოვიტანო და პარალელურად თვითონვე ინგრევიან შიგნიდან ანუ ადამიანი რომელიც გაერთიანებული ერთ აზრზე აი მაგალითად ეხლა მე შეიძლება რავი ჩვენ ეხლა ერთ აზრზე ვართ მაგრამ ზოგს სიტიევასება ზოგს ბარსა ზოგს რეალი ხო და შეიძლება იმ დინამიში განსხვავდებით ეხლა რომ რავი შეიძლება პატივსემთ ერთმანეს დაუჯდებიან ხო შენ იგევასება ის სიტი 1000 რანაირად ანუ სიტის ბარეში კი ვერ იქნება არა დიდი ხანია ვარ აი 2010 წლიდან არის აგვერომ რო გაიტანა ხო ანუ სიტის ბარეში კი პირველი ადამიანი ხარ სიტის სვეჩი სიტის ბარეში კი როა რა ასაკი არის ხა ეს ჩვენ ახლა რამოდენიმე წლის დიდები ვარ და მექსიტი ახლა ამის ასაკში არაფერი არ იყო კი არაფერი არ იყო გაიზარდა რომელი გუნდი გასულ ალა მადრიდ რა ყველაზე მაგარი რაივალ ვინც კი არ გოლო სიტირია ხა რომ დავუსიკითხა ცოტა შევრატყოფილად ის თავი როგორ მკითხის არა მაგარი ბოლო წლებში რეალი სიტის თამაში შემიაზეთ ყველაზე სანახაობრივია რაც მე მინახია მაგრამ PSG არის ხა ისიც იმენა ერთ-ერთი გუნდი იყო ის მეშინოდა რომ აი რა კი და აი მე რეალის და სიტის რა საინტერესოა დღეს PSG რეალია ჩემო ო PSG ეს PSG რეალია
აი ჩაჭერი კითხვა ეს ამის. მე რეალს პლუს ხუჩას. რეალს პლუს ხუჩა მოიგოს ყველა შემთხვევაში. ვიჯ რა იცი პოსტა რადგან რეალია და რაღაცა პირველი ჩემპიონატი რადგან არის პირველი პროსარი ვინც უნდა მოიგოს ეკმონტია რომ რეალმა უნდა მოიგოს თორე მოიგოს ხუჩა მოიგოს ეგრეა რა ბახა ეგრეა თუ წავიშნე ვაფშე მე რეალ ვალვერდე მევასწროს ანუ ვალვერდეს საუკეთესო. ბოლოს მაქვს შემოტევებული გმირი კაცი რა. წარმოიდგინეთ ადამიანი თბილისიდან ათონის მთამდე ფეხით ჩავიდა ხატი და დროში და რა. ოღონდ არც ავტოსტოპები გამოყენა, ფეხით ჩავიდა, ნახეთ აი ესეთი შემართებით უნდა ეს ნეტა ესე ვაზროვნებდო მთელი საქართველო და ჩვენზე ძლიერი ქვეყანა მართლა მეორე არის არსებობს რა. კი ბაბა. მე ხელი არველაძე დავით აღმაშენების საკათედრო ტაძრიდან ათონის ივერთა მონასტერში ფეხით მივამზანებ ღვთისმშობლის ხატს. რამე თუ ჩემი ქვეყანა გაძლიერდეს, გადარჩეს, ადამიანებო ღამით როცა დაძვებით ერთმანეთს აპატიეთ, შეუნდეთ ერთმანეთს, გაუფრთხილდით მიდო ჩვენი ცხოვრების გზა ხანმოკლია. ერთმა დალოცოს ჩემი საქართველო, ჩემი ქართველი ერი, ხალმა გაგვახაროს, დედა ეკლესია, ჩვენი სამშობლო, ჩვენი ყოველი გადადგმული ნაბიჯი ქრისტეს უკავშირდებოდეს. ყველა გზა რომელიც ადამიანი გაივლის ჩემთვის პირადად ყველა გზა რომელსაც ქრისტეს არ უკავშირდება ყველა გზა არის დამბუდელი. მერთმა გაგვახაროს ჩემო ქართველებო, ჩემო სამშობლო. მერთმა დაგლოცოს ჩემო ძმა. მონანიებაში რო არის ისა რა ქვია. რამხელანების ყოფილი. და რომელიც ეკლესიამდე არ მიდის რა გზა არის. ეგ არის რა. აი ესეთი ადამიანები მართლა რა რა. ანუ წარმოიდგინე რამხელანების ყოფა კიდე რომ ეხლა ათქედა თბილისიდან ჩახვიდე ათონის თხაზე ხო რამხელანების ყოფა ეს თავის პრობლემისთვის კი არ ჩავიდა და თავის ოჯახო ქართველების მიხვდი აი ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი ჩააბზანა ხატი ხო ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს პირადი პრობლემის გამო კი არც ჩასულა ქვეყნის გამო გააკეთა ეს წარმოიდგინე ძალიან დიდებულია ეს რამხელა მადლია იცი და ეს მართლა ეს მადლი არ არსებობს რომ ისე დარჩეს ანუ აუცილებლად დაგვეხმარება ქვეყნის კი არა იმის მეგობარმა კი არა იმარო ხოდ გვერდზე იმას სამნაბიც არ გადადგავეთ ჩვენში გემუნები იმ პური დანიშნულოვანი რაღაცაა ხო ეგ დაახლოებით რეაქტივ თელი სახე და ერთი ისო ესო გაუკეთო შეიძლება იმაზე გან რავი აი მაგაში ცხოვრობდა რავი ღერთმა გვიმრავლოს ესეთი ქართველებზე იდგა ყოველთვის და იდგება საქართველოს ესე იდგება ყოველთვის პირაძეც რო ჩასულიყო მართლა დასაფასებელი იქნებოდა მაგრამ ეს ხელა რაღაცა ერისთვის რო აკეთე ფეხი რავი ღერთმა დაგლოსოს და ღერთმა გვიმრავლოს ესეთი ხალხი გამკაც უნდა აპიარებდნენ ბევრად მაგრამ აჩვენებდნენ რომ არა ლაზარები რა გამო რა ამიტომ ბევრი რაღაცა იქითკენ რო წავიდეთ უკვე რა შემაჯამებელი იქითკენ რო წავიდეთ ანუ თავარი არის რასაც საქართველოს ხალხმა ყურადღება უნდა მიაქციოს ეს არის გულწრფელობა სულ ამასო ვიდეოები და ვიყოთ საკუთარ თავთა პირველ რიგში გულწრფელები რის სიკეთებაც მე შემიძლია ვიდეო ამბობ რის სიკეთება ჩემ რისიც არა ადამიანს ვეუბნები რომ აი ამის არ შემიძლია და ნუ გექნება იმედი რომ ამაში გულწრფელები რაც ვიქნებით და რაც უფრო ესე ვთქვათ ჩვენ თავში დავინახოთ პირველი უკვე სხვანაირი იქნება მაგრამ იქიდან რაც მოდის პირველი დარტყმა აი ამაზე კონცენტრაციაც გავუკეთებინა რომ არის აი სწორედ მაგას დაარტყან რწმენას შენრის ღირებულებებს რაც აბსოლუტურად გადაფარო და ღირებულების გარეშე დაკტოვონ და მე უკვე ადამიანი რომელიც ღმერთი არ ყავს წმინდა მე დედა არ ყავს მა არ ყავს მეგობარიც მაგაც არავინ არ ყავს ხო იმის მართვა რა უნდა ყველაფერზე წავსვლა ყველაფერზე ავტომატია ისე 1984-ში რასაც წელს იმაში რა ქვია ორველი არის ეგ ადამიანი რომელიც აკონტროლებს წარსულის საკონტროლებს მომავალ და ადამიანი ხდება ავტომატი მე რა ზუსტად ასპრეტა შენ ასე თქვი რა ეგ არის აი როგორი მომენტი იცი რომ მე არ ვიძახ რომ ყველაფერი ვიცი მე ბევრი რაღაც არ ვიცი და მოვისმენ და გავიგებ და მივიღებ და რაღაცა რომ არსებობს მე რაღაცა რომ ვიცი შენ რატო ანუ შეურაცხყოფა რო გელაპარაკები არ იჯერებ რა და მე შეურაცხყოფა გძო მე ხო არ გეუბნე შენ რაღაცა საქმეში სიტყვაზე რაღაცაში მეცნიერი ხარ და ეხლა მე რო შენ საქმეში დავიწყო იქ თვირი საყოფა ხო როგორც ხა იუმორისტიო ტიპსტეის დაცინოდა ეხლა წერანი იყო არ არის შენი კომპეტენცია ხა მე გამოვიდეო ეხლა ვიდეო რო ჩავწერო წარმოიდგინე ეხლა მე რო ვიდეო ჩავ რა აბსურდი იქნება რომ გავაკრიტიკო რეალი შეტევა სიტყვა სიტი შეტევა აი რა შუაში ვარ აი იგივე თემა გამოდის და დიპსტეიტი ანუ ყო აშკარად მემაყენებ მაგით არა ხო არა შეურაცხყოფა თან დამცინავად და იდეების გჯერა და რა ხო თავარია რომ ზუსტად ის სიყვარული და ის რწმენა რაც ჩვენი ქვეყნისადმი გვამოძრავებს ეგ გვაერთიანებს ჩვენ და ჩვენაირ ადამიანებს და ეგ სულ იქნება და ვიღაცა ბოროტ მოქმედი და მავნებელი ადამიანები გვერდზე გავწიოთ
მინდა რომ დიდი მადლობა გადაიხადო ჩვენს სტუმრებისთვის. ასევე. მინდა რომ ჩვენ მაყურებელს და მსმენელს უთხრა ისიც რომ ეს კარგი ადამიანი ჩვენთან პირველად არის სტუმრად, მაგრამ პირველად არ იქნება სტუმრად და ხშირად გვექნება ხოლმე საერთო გადაცემები, ხშირად მოვიწვევთ, იმიტომ რომ ერთნაირი სტილის რაღაცეები მოგწონს, ერთნაირი სტილის რაღაცეები განხილვებიც გვაქვს და უფრო საინტერესო რაღაცებს შემოგთავაზებთ რა. მადლობა. დიდი მადლობა ჩვენთან, გასმაწებები შემოძმაო. და მეც კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რომ გამოიწერეთ ეს არხი, იმიტომ რომ თუ გინდათ რა ავანგარდული ქართული ნამდვილი აი ჩვენებური რა მე როგორც ნახავთ აქ და მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ არსებობდა, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო იმ დროს ახლა თქვენ რომ დაიწყეთ ესე გამოჩენა და დარტყმა, ანუ იმ იმ დროს დავიწყეთ მართა რო აი წკიბზე რო იყო. ხო, მეც მაშინ ვიყავი, აი როგორ ცეცხლზე რო ზიხარ რა, როგორ აი ძალიან წკიბზე რო იყო, კი. მადლობა ბიჭებო, გამძლეობა, ღმერთის შემწეობა და ერთად ვართ, კარგი ადამიანები ვართ თავარია. მადლობა მეგობრებო, რომ გიყურებდით, იმედია მოგეწონება ჩვენი გადაცემა და კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვთ არ დაგავიწყდეთ გამოწერა და გაზიარება. კი, როგორც YouTube-ზე ასევე ხო, Facebook-ზეც, TikTok-ზეც ყველგან გვერდში დაგვიდეკით, ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრაზე.